ბიჭო დავთქვერი, შეჭემა 2 ზედიზე დამალევინე, დავთქვერი უკვე. რაზე ბაზობ? დიკაპრიოს ხოდავადეთ. დიკაპრიოს დედას ბიჭო რამ სახეობი ეგა? შენ ბიჭო ხო არა. ბოლომდე დალი. მამა. დალიე შენ ბიჭო შენ. შენნაი წავიდე. ამა როდალია, რატო გაჩერდი მაგ დროს? ან ჩემ დროს რატო არ გაჩერდი ეგრე? რატო არ გადაიტარ? მინდი. მართლა გავიდა სიყვარულის ვერები. სადღაც წავიდა. Polota იმედია ეხა მაინც დააწვენის ლაპარაკს. Kami 24 bitches. რაღაცაო ინგლისურად. ვიღაცას რამე თუ უნდა მოვიდეს. მე აღარ გავაგრძელებ. როგორ ხარ კამი? მე იდეალურად ვირგებ ყველაფერს. მოგითხარო ჩემპიონის შესაბერისად არა, მაგრამ როგორც არტისტი უნდა იყოს ისე. გააზრების პროცესში ვარ ჯერ რაღაც ერთი ამპლუიდან, აი არტისტის ამპლუაში უნდა გადავიდე ხა და რთული ის არის. ისე ხო სხვათა შორის ტრეკებს რატო არ დროპაო? დროპავ. უბრალოდ სეზონის განმავლობაში, ანუ მე ვარ ტიპი, რომელიც ორ საქმეს ერთდროულად ვერ აკეთებს რა. თემა ისაა, რომ ანუ ერთ რაღაცაზე თუ ვარ კონცენტრირებული, ბოლომდე უნდა ვიყო მაგაზე და 100%-ით როგორც მე მინდა, ისე შევასრულო ეგ რაღაც რა. და რაღაც ორი კურდლის მადევარივით არ მინდა რომ გამომივიდეს და ეხლა მოურჩი უკვე სეზონს და პროფესიონალობით გომას ხო ძალიან მომწონს ეგ. შეიძლება, კარგია, როცა ადამიანი ფინალისთვის ემზადება, კარგია. კი, როცა კითხვა არ უწევს. როცა კითხვა არ უწევს. შენი ძმაკაცი, სამაგიეროდ? არ ვიცი. შენ სხვა შორის აგიხდა მახსოვს ეგ რაც მითხარი რომ Sky-სკენ ვარ ამ სეზონშია და შენი მეშინია ძალიან. ხო, ანუ მე უთხარი რომ მეთქი პირდაპირ უთხარი თავს მოვიკლავ მეთქი თქვენ თუ არ იყავით მეთქი ფინალში, მაგრამ ისიც მახსოვს რომ გორ წურავდი Sky-ს. მაგრამ ნახე ყოველი სიტყვა თავი არ წარსიკლავს. ერთი წამ. შენი კარგი. რას ვამბობდი გახსოვს? სუბიექტურად ვარ მეთქი Sky-სკენ. ობიექტური არ მithქვს. მე კიდე ახლა გავიკრავებ თავს რომ ობიექტურად ვიყავი გამისკენ. არა, Sky-სკენ ვიყავი მართლა და პროსტა მე მართლა მეშინოდა რომ შენ რო შეხვედო და მან რთული ის წავიდოდა რა. არა, მან იდეაში რო არ მოემზადა ანუ იქვე. ხო არ გაგისწორდა ეგ. არა. შენ გერჩვინა რომ აი მაგარი მომზადებულიც მოგეგო რა. ანუ ეხლა ცუდად კი არ ვიძახი რა. ანუ არ მიყვარს არც რუქს უკან პირშიც მაქვს ნათქვამი და კიდევ ეტყვი რა. ჩვენ მაგრა დიდ პატივს Sky ჩვენი ძმა არის მართლა. ხო და თემა ის იყო რომ იმ ტექსტით რა ტექსტითაც იყო გამოსული. სულ რომ მართლა ხაპასხუბით ცნობდა ტექსტი, ჩემი სუბიექტური აზრია რომ მაინც მოვიგებდი რა. ანუ ტექსტი გჯობდა ანუ. ჩემთვის ყველანაირად უმჯობესი ვარიანტი იქნებოდა რომ ტექსტი კარგად ცოდნოდა. მეც უფრო მუღამით ვიქნებოდი და ხა რავი, რატო უნდა გამსწორებოდა ეგ რა. ბიჭო, Sky-ს ამევასება, იცი, Sky-ს მევასება flow. ამას რა აქვს, იცი, ძალიან მაგარად ბევრს არა აქვს რა. თვალები. ძალიან ბევრს ღადაობს, ბიჭო. ანუ ბეთქვის დროს, ანუ იმენა ანუ ღადაობს რა, ანუ ხუმრობებს აძრობს და ბევრი არ აძრობს მაგას რა. ხო, მაგრამ ბევრი მაგაზე ძალიან სკეპტიკურად არის. არა, ბიჭო, ძალიან მაგარი არის, ანუ. ანუ ყველას ხო აქვს რაღაც თავის სტილი რა. ხო, მაგრამ აი რა ვიცი, რატო არ უნდა გაგისწორდეს ბეთლზე ტიპი, რომ იმენა ეღადავება მას რა. ყველაზე კაი ტიპი არის. ხუმრობებს ეუბნებათ, ანუ. ნებისმიერ ტიპი ვინც ღადაობს მევასება. ანუ ჩემი აზრით ბეთლზე, აკაპელაზეც და ფლოუზეც ყველაზე მაგრად ჭრის ირონია. რა თქმა უნდა. ბიჭო, მაგრამ აინტერესებს მაკდონალდს რო არეკლამებ და ის როჟავინაა და იმნე ვეგავარკვიე. შენ რას არეკლამებ შენ? მე საუკეთესო ჩიპს, ჩვენი წარმდგენი. იო, საუკეთესო ფრიქსი, საუკეთესო ქართული ჩიპსი და საუკეთესო ჩიპსი საქართველოში რაც არის რა. ჩემი წარმდგენი. იმიტომ კი რა საუკეთესო ჩემი წარმდგენია. მართლა კაია. არა, მეც რაღაც ხო, გევასება და მე ნახე კლასიკი არის ამისთვის. უი. კამი რას ნიშნავს? კამი არის იაპონური ღმერთი. ანუ იაპონელები ბავშვობაში მევასებოდა იაპონური მითოლოგია. მეც მევასება, მაგრამ კამი რატო არ ვიცი? იაპონელები კამის ეძახიან ყველაფერს, რაც ადამიანის ძალას აღემატება. ამას შედის ანუ წვიმა, ანუ ნებისმიერი სტიქია, და ანუ იდეაში ხო რა ღმერთთან აიგივებენ კამს. ანუ კამასთან არაფერ შუაში არა. არა, კამასთან არაფერ. არა, ბიჭო, იქნება რაღაცა გვარიდან გამომდინარე იყო რაღაცა კამიკაძე. კამის შულაშვილი. სუბტაჭია კამი გვარი მაქვს მოდებაც. ეი, ხარი ჩემი ძამია. დედაჩემ ეჭეთურელი. ხო, პროსტა ჭიათურაში არა ვარ ნამყოფი. არც მე. მე ვარ ლაგოდეხში გადასახლებული. მე ლაგოდეხი ლილიანიდან. ხო, ლილიანი ვარ. შეგენაც ვარ. რომას გრომაკუშა საბჭოს პლანზე ვცხოვრ. რუსიცელელი ვარ მე. იმის ბიჭი ხარ? ეხა ტაბიძე დაარქოს. მარი ხო ტაბიძე და ხო, მარი ხო ჩვენი მარი როა ქერა, ხო ჯეგეც ლილიანელი არ არის? პატარა ქერა გოგორო არის, მარი შენი დაქალი. ჩემი დაქალი? ხო, რატის ბარში რო იყო მაშინ თქვენთან ერთად.
ქერა არ არის ეგ პროსტო, ხო? რა არის ქერა ვეძახინი. ეგ პატარა გოგურელა. მაკედანო. ხო, რა ვიცი, ბახტან ცხოვრობ, ხო შენ ანუ. აი ხვიჩაო რო დამიძახოს გამოხლებდები ეხლა. რატო? ხუჩას გეძახიან? არა. ახუჩა გუჩის მოჩი. აუ არა, ლელიანი მაგარი, ეხლა ყო ჩასული ლელიანი თამაშობოდა იმას რა ქვია. ჭაბუკიანს, ჭაბუკიანელი არის ბარბარა რო არის ისა. ეს მანა. ანუ ლელიანსაც ყავს ხა მუსიკოსი გამარჯვებული. ლელიანი დაფასა, ანუ ლელიანიდან ვინ ვართ ლელიანიდან? მე, შენ და ისა, რა ქვია, ნუცა ბუზლაძის დედა. ხო. აუ სამი ლეგენდარული ადამიანი ვართ ლელიანიდან. ხო, არა, მიდით გააგრძელეთ. აი ხო, ნუ ტირი ხარ, ბიჭო, რა გინდა, შეჩემა. მე აქ გიყურე. ვინმე მეგრელი რომ მოვა ელაპარაკე შენ. აი ყურე, ბენის არის თან იუთუბერია, თან რეპერია რა. აი ახლა უეჭველი ვიტყვი აქედან მომხრო რაღაცა ყლეობა უნდათ მითხრას ახლა. ჩემ დასაწყისად მე მინდა რომ ქართულ იუთუბერებს მოგვიფიქრო აი ესე ვთქვათ რეპული სახელები. აი მე რას რეპ სახელი მომიხდებოდა. ბიკლე. ან შენ როგორი გამოდიხარ ხო ხტები? ესე ნახე ესე როგორ მოგიფიქრო ეხა თემა ისაა რომ მეც მინდოდა შეცვალა ძალიან დიდი ხანი, მაგრამ როგორ მოვიფიქრე ვაფერი დავტოვე კამინე. ჩემთვის ვერ ვიფიქრე. კაია, იმიტომ რომ ყურია შეჩვეული. ვახო სლოუ რო ვიყავ რომ ნელი ვარ ზოგადად რამე. არა. სლოუ ვისაც ქვია ყველანელი არ არის. ნიკი სლოუ არა ნელი? შიტი toilet იქნებოდი შენ. შიტი pants. აი რამე ფრიქსთან გაიგივებული ჩემს და მარკეტინგულადაც გაასწორებდა. ვა, ბაზარია. რა იქნებოდა? ფრიქსთან გაიგივებული რამე. აი კალატოს რამე სახელს მოვიფიქრებდი, აი რეპ სახელი მოვიფიქრე. მაღალს. აუ მე ვარ კიდე. სალატოზი რა, სუქანი ხოა. რატო ამ სუქანი? ჩემი შენ გითხარი. დანდალა. ის პატარა young კალა, ლუკა კალატოზი. young luka. young ლუკა. მე მაგალითად მეორე ძმის იუმორზე. young luka, ხო. კი, ანუ ორივეზე, მაგრამ მეორე ძმის იუმორზე უფრო ვადაო. ლუკას იუმორზე. ლუკა ძალიან მაგარი არის, კი, ძალიან კარგი იუმორი აქვს მათ შორის. იუთუბერებში მახარა აია. მახარას როგორ ისქნება? ის საეჭო უნდა კონდეს, უნდა იყოს დოლარის ნიშნით რა. საეჭო და იყოს დოლარის ნიშანი და ეგეც სახელი. ხო, ზოგადად ესე ქართულ YouTube-ში აი ეხა არ გავიპრანჭები რაღაცა, კი ვუყურებდი დიდი ხნის განმავლობაში რა. ტატუშის ვიდეოშია რა ვყოფი. იცი ეგა? ხო, აი. სანამ პევები ყველაფერი იქნება. შენ იყავ ვაფშე, ხო? მე ელაპარაკებ ქუჩაში შენ ხვდა რა და პროსტა ხოჭ გამნუთან რომ მივდიოდი და რაღაცა. ეგოს გამომივიდა. კაცების ჩელენჯი იყო. ნიპოვი ჩვენი გამომწერიო ქუჩაშიო და მივდიო რა ამას არ ვიცი ვინა ანუ მაშინ ხო რა დაგვავალეს რა და დიახო რაღაც გიყურებს რაღაცაო და მე სხვანაირად მომესმა რა ძალიან სახალისოაო და კარგი ვიდეოები აქვს და გაიხარე მეთქი რა და შენ არაო კაცებზე ვამბობ მამე და მე ვიღაცამ დადო ედიტი ბიჭო მაგის და მე მივხვდი რომ რეალურად კამი შეხვედროთ ანუ მაგამბიდან ორ თვეში გავიჩნდა პირველ ბეთლზე რა იქამდე ანუ ცნობილი არ იყავ ესე იგი არა საერთოდ რა პირველ ბეთლს მე არ ვიყავ გოგონებს რატომ მოწონთ რეპერი ბიჭები ჩემი აზრით ანუ ტიპზეა დამოკიდებული რა რეპერი ხარ და უეჭველი გოგოს მოწონ ხარ ხო რეპერი ალბათ მე მაგალითად ჩემი სტატუსის გამო მოვეწონა ვინმე გოგოს მაგრამ გამიტყდება რა ხო და აბა ლამაზი თვალების გამო კიდე რომ მოეწონა გოგოებს თუ რა ხდება არა მარტო მაგრამ ეგეც ხო და შე როგორ შეგზნება ყველაზე სიმპათიური ლელიანელი მამაკაცი ვარ ხარ როგორ რაო ყველაზე სიმპათიური ლელიანელი მამაკაცი ვარ არის ხო ეგ არის ცი შენ ვახოს ყოველ გადაცემაზე უწერენ ერთხელ მაინც მოიყვანე შენზე სიმპათიური სტუმარიო ერთხელ მაინცო ვინ არ ყოლია ძმა მაგრამ ჯერ მარტო ხოლმე კომუნიტის ხო მაგრამ რა ბიჭო აი ადრე და უხსი ბანის და ვიღაცებს გაიჩნიათ, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს ეს კითხვა რა. რეპერი ხო ხარ? თავს ითი ირჩენ. სად მუშაობ? არ მუშაობ. თავს ითი ირჩენ. ქუჩის ბიჭია სი. რავი, რაღაც ერთჯერადი ოფერები რა. უბრალოდ ვცდილობ რომ ეს ერთჯერადი ოფერები ხშირი იყოს. და კაი მსუყე მაყუთი იყოს რა. სუყე მე მყოფნის. ანუ ეხლა მეც უნდა მეყოს ის მაგ. შეიძლება რატო? აი რა, ბენი, შენი აზრი რა არის? რეპერული სამსახური რა შეიძლება იყოს საქართველოს? რა შენი არის ეგ? პოდკასტები აკეთო რაღაც ბანი შენი აზრი იცი შოულობს ზოგჯერ ფულს. მაიკას არ უყურებ რაღაცია?
დაცვის პოლიციის აქ ქონდა რაღაცა? ბიჭო, დაცვის მაიკა ეცვა ფინალზეც, იმაზეც, ამაზეც და მან მაგაში ფულს იხდიან ჯიგარი. ხა ამასო ჯორდანი რა ფინანსებს ხო ხდები? ხო, მაგრამ ზოგადად ხო შეიძლება რაღაცა იმას ქნა რა. ან გამოიყენო შენი ისა რა. ეგ რო ქნა შენც რომელიმე იმას აი ხო New Balance-თან არის, აჰა, ეხა გამახსენდა, ხო? ხოდა შენც რომელიმე იმასთან რო ეგრეთ გარიგდი არა, ჩაცმული. ანუ ესე მე არ მივდივარ კომპანიებთან რა. არ მგონია რომ საერთოდ ვინმე მიდიოდეს ესე რა, უბრალოდ ოფერები თავისი ჩემოდის. ოკეი. ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები. ხო და მე ნახე, ასე ვამბობ, Sky-საც ვეუბნებოდი მაშინ პირველი სეზონის მე რომ ბიჭო, სანამ ჰაიპი არის. ბიჭო, გაწურეთ რა. ანუ არ გააჭინაურო რა ეს ისინი აქვე ტრეკები იმენა შეყარე. როგორ ძმა? არ გააკრიმანჭულო მეკი, ხო? ანუ ზოგადად მე მაგ ფრაზას არ ვეთანხმები. რატო? სანამ ჰაიპი არის. ანუ ეგ რას ნიშნავს, იცი? კაი, დაუშვათ გაწურე რა. მოდი მე გეტყვი მე რა. ხო, სანამ ჰაიპი არის, დაუშვათ აი ეხა სანამ ჰაიპი მაქვს და გავწურე ეგ ჰაიპი. რო აღარ მექნება, ანუ წინასწარ ვარ შეგვებული რომ ეგ ჰაიპი აღარ მაქვს. მე ამერიკაში ტრანზიშენი გააკეთე არტისტზე, მაგას ვამბობ, ეს ჰაიპი არტისტზე გადაიტანა. ხო, ნახე, Prime House-ში შედიან, ყველა მიცის ეგ ტიპები 1-2 თვე მაგაზე ლაპარაკობს, მე გამოდიან და არავინ არ იცის. 1-2-მა გააგრძელა მარტო მანდედან რაღაცეები თავისი ისინი, თუნდაც როიალი აიღე. როიალი ხო Prime House-ში იყო. გადმოაკონვერტირა ეგ ჰაიპი რაღაც სხვაზე გადაიტანა. მაგას ის მოიხადა დაჟე Royal Burger-ი გააძრეს. ბეთლები და გადაიტანე არტისტობაზე და ეგა, ანუ ეს მისტერიუს რაღაცა ფლეიბოი რაღაცები აი ეგ სახლში. ანუ ხო, ანუ არ მევასება რა, ეგეთ რაღაცები. მე ბიჭო, ფული შოვნა არ გინათ ხალხო. შებერეთ რა, მე კონცერტები იქნება, ლაივები იქნება, მე მომიწევს და ესე ვიცი. მისი სახე იმედია კიდე 20 კაცში არ ვიკრებია. ისი სახე ვიქნებოდი? ჩემი საყვარელი გუნდის ალბათ. თუ ოცნებაზე ალაპარაკი, ჩემი საყვარელი გუნდის სახე ვიქნებოდი. არა, ანუ ყურე რა ხდება, რომელი გუნდი? ლივერპული. აუ, ბაზარი. აუ, თან იმან ჟოტაზე რა გითხრა, ჩემი ლივერპულის ფანს. ხო, ეგ. აუ, ეგ მაგრად ეხავს. ხო, მე და გაბუნია უყურებთ ესეთო. აი ეს რა, ბანი იმაც ხო თქვა რაღაცა მაგდა პაპიძეზე ხო მახსოვს? ძალიან შავი ხუმრობა რაღაცა. არა, ნახე, ერთი პერიოდი თავიდან ისე დავიწყე, რომ მეც მქონდა აი როგორ იმიჯი არა უფრო, ანუ ორგანული იყო რა, რაღაც აი ამორალური რაუნდებით დავიწყე რა, პირველივე ბეთლი და მივხვდი რომ ანუ განა იმიტომ რომ ან ჰეითი შემეშინდა ან რაღაც არა რა. რაღაც აი შენ რა უყურებ ხომ უნდა გისწორდებოდეს და ანუ რაღაც 1 წლის მერე არ უნდა გაგიტყდეს რაღაცას რომ ხო, ანუ შენი თავი არისო? არა, ჩემი თავი იყო. მაგრამ ან ჩემი თავი აი როგორ გითხრა რა. ასაკეთი ყავი ბატონო. ხო რა. ოკეი. ბაზარია. სისხლი გიდუღდა. აი დაახლოებით და რაღაც პირველი რო იყო, მინდოდა რომ ტოტოზე მახსოვს რომ ხელი არ ჩამოართვა და მაგაზე იყო მაგარიბისა. ხელი ხა ჩამართვა ტრამპმა პუტინს და. მაგას იცი? ჩემი ძმაკაცი რა ამერიკაში. ნუ $500 ედო ტრამპი პუტინს ჩამართმევს 5 წამზე ეს დადებები რა ხო ვიცი. ხო რა 5 წამზე ხან თუ ჩამართმევ და 2 და 2 ქონდა კუში და $500 დადო რა. ახალი არ გამახსნევინა. მინდ ძმა. $500 დადო. მოიგო ძმა $500. ის ტრამპმა რო იცის ასე? აი ბეჟადა. ასე რო ართმევს. აბარა ბიჭკიანი. აი რაღაც მოდი ეგ ნეც შეძოზე ხოდი. ესე რო ისე ამტრე ხო იცი? ადრე. ძალიან ფანზი იუმორო იყო. იმენა მოინდომა რა. ვახო, შენ რაღაც რუბრიკა გამზადებული. რომელი ერთი? ჩვენ არ ჩვენ არ გვაკლია. ჯერ შენ დაწგა. კარგი, მაშინ მე ასეთ რაღაცას კითხავ შენ. ოკეი. ცოტა ისეთ კითხვებია, რომელიც შენ შეიძლება არ გესიამოვნოს, მაგრამ რატო არ უნდა გესიამოვნოს? მე შენ დაგისახელებ ბეთლემსიებს და შენ მითხარი, რამდენი პროცენტია იმის შანსი, რომ შენ მას მოუგო. სანამ დავიწყე, ვიტყვი ერთ რაღაცას, რომ ეს არ არის ჩემი პასუხები რაღაც სტატუსიდან გამომდინარე. 2 თვის წინ რო გაკითხა, იგივე პასუხს გავცე. ოკეი, ბაზარია. მედმოსე. მედმოსე. 70-ია. 70%-ია. მიყვარს ესეთი ხალხი. მოსკა. ახლა მე მივხვდი იმისა, რომ ეგ ბეთლი არ შედგება მაგაცია. აბა მაგაცია რა სიტყვის. 50. ვაუ. ნიკი. 75. ვაუ. ბანი. 70 იყოს ბანის. ოპა, თამამი განაცხადია. კონტრა. ანუ ეს ხო ჩემი სუბიექტი. აბარა. კი, კაცო. კონტრა.
აუ, კონტრა. იქნა გამომდინარე, რომ იქნება მეორე ბეთლი. თუ შევხვდითოდეს მე არ მგონია რომ ეგ მოხდეს, ანუ მე არ მაქვს ხე მაგის სურვილი, მაგრამ თუ მოგვიწია 80 ალბათ. ანუ ჩემი ეხლანდელი კონდიციიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მეორეა და არა პირველი. Yes. პელე. 95. 95. ბიჭო, არა მესმის პელეზე რატომაც ამობენ ეგრე რა, ხო და. ფლოუზე იმას გაუჭირდება, ხო? Young Mike. ორ მომზადებული Young Mike. ხო, ტექსტი რო იცის რა. ტექსტი რო იცის. აი 80. 80 და ბოლოს. აჰა. 50. ო. NIC? სხვათა შორის ჩემი აზრით ყველაზე მეტად კამინ გაუქაჩა ტახას. ჩემი და ძალიან ბევრის აზრით კიდე. ხო, აი ეგ ტახასთან ბეცში ყველაზე კარგად კამინ გაქაჩა. ბანისაც არ გაუქაჩა და არც მოსკას. ხო? პირველი სეზონი. ან ამისთვისაც ხო პირველი სეზონი იყო. კი. შენთვის პირველი სეზონი იყო და მაგრამ გაუქაჩა და ხაზე კაი ტიპი ყოფილ ხარ ესე. მადლობა. მაგრამ ყველაზე სამაყოლელიანელი ძმაო. მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა რომ ტახას ყველაზე კარგად კი გაუქაჩა, მაგრამ ტახას ყველაზე ცნობილი ფრაზა არის ამას. ანუ ხო, ყველაფერი ბენგი. შეხარ კაკადუდა აი მეორე იმეორება. ბანერებს. აი მახარას რო ყავდა ტახა და ეს ტელეფონში მაქვს ჩაწერილი ისე მევსებავ და ეს უსმ. ხო, მან მაგიტო იღრი რა წეღარ მახარაზე რა ხალა. ანუ აი უბრალოდ იმდენად არ ვადევნებ თვალს რომ ან დადებითი ვთქვა ან უარყოფითი რა. ხო, აი მაგბეთლზე იყო გაგრას, აი რომ დავინახე რომ ამას რო აკეთებ და მეთქი ეს ჩემი მოძრაობა უნდა გახდეს და მაგის მე აი მართლა ეგრე არა, ანუ ჩაჭერ რო გაჭერ მაგაზე. აბა მაშინ. ორგანულად რო ბას რო ორგანულია. ბიჭო, ხო მე არ მესმის თქვენ სადაურები ხართ ეს თქვენი ირონია. იმერული იუმორი გვაქვს ბიჭო, შენ ეხა ნერვები მომიშოლა. მე არა მაქვს საერთოდ. ჭიათურლებს გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო იუმორი საქართველოს, დაიმახსოვრე. ჩვენ და ქუთაისი ვართ მაგარი კონკურენტები. ჭიათურას. შენ ვერ გავიგე, კახელი ხარ ჩემი ძმა თუ ჭიათურელი. ბიჭო, ლაგოდეხში ვართ ჭიათურლები. დიალოგი ბევრჯერ წავა. ლაგოდეხში ვართ ჭიათურლები და საჩხერლები. ლაგოდეხში არის ლელიანი. მოდებაძეები, სამყურაშვილები, ნეფარიძეები. აი შენ ისე ჭიათურელი ხარ, როგორც მე ვარ მეგრელი, ხო? მოკლედ, აი მე მაქვს ხოლმე ესეთი პასუხი ლაგოდეხში, იმერულ ხაჭაპურს უფრო ხშირად შეხვდები ვიდრე მწვანს. კი ბატონო. და ძალიან მაგარი იმერულ ხაჭაპურს შეხვდები თან ჩვენთან. აი იმნა მოცარელა. აი დღეს ჭამი გვაიმერო, აი დღეს ხაჭაპური ჭამი ლაგოდეხში. წევანდოქუზე რამეზე არის თანხმები? ბიჭო, ძალიან მომეწონა, რომ რა, აი, ხო შეიძლება თქვა რომ 100 და ეთქვა რომ მე 100% ჯერა ჩემთან. ანუ მე მომწონს ადამიანები თავდაჯერებულობაც იგრძნობოდა მე პროცენტებში. და თან იყო ის რომ რეალისტური იყო რა და ეგეთი რაღაც დასაფასებელი ადამიანში რა. ანუ ეხა ვინმეზე რომ ეთქვა რომ აი დაუშვათ 30% თქვა რა. არა, ეგ არ. ხო, ეგ უკვე ის არა. შენ თავისი მედი არ აქვს რა. ხო, ტყუილია უბრალოდ თქვა ემინემზე ძმა. არა, არც ემინემზე არ უნდა. მაგრამ აი ბანის 70 გამიკვირდა. მე მეგონა რომ 50 სიტყოდი ბანის. ბანის რო კითხა 80 გეტყვის. შენზე? ია. იცი რა, 70 რო თქვა, შეიძლება 80 ეგეც კაია, 100 რო ერთვის. ჰაიპიაც. ბანი ჩემი 100 სიტყოდა. რაც არ უნდა ეთქვა 100 სიტყოდა ყველაზე. მე რა. ბიჭო 100 ტონო ვეცი, რამე რომ მოხდეს და წააგო მე ისე დაგიტრიალებენ და ისე აქ კენწლი. აი მაგას არ უნდა აყვე არასდროს ჩემი აზრით რა. ანუ თემა ისაა რომ კი თუ ფიქრობ რომ 100 უნდა თქვა და ეხლა თუ არ გამოვიდა, შემდეგზე აღარ იტყვიას. ან შემდეგზეც იტყვი რა. ვისი აზრი გადარდებს ისე? ოჯახის და ანუ ოჯახში მარტო და პინოს. ანუ იდეაში ეგ უნდა მეთქვა. ეხლა რა ანუ ოჯახში მარტო სახლში ანუ რა თქმა უნდა პირველ რიგში არიან ჩემი მშობლები და ანუ ზოგადად ოჯახში მარტო რაღაც სისხლით ნაკისავები. პინო მენტორია კაროჩ. ხო და ნახე, ახლა ნახე რამე რო იყოს რა. აი ვისან გინდა რევანში. აი ვისან გექნებოდა რა, გინდა და რაღაცა ორი ვარიანტია. გინდა და ითხოვ და სულიერად და ესე გინდა არა, აი ვისთან სიამონებით ვისან გექნებოდა რევანში. სიამონებით არავისთან არ ვიბეთლავებდი რამოდენიმე თვე, მაგრამ ეხა ანუ ორი ვარიანტია რევანშისთვის. ეხა ან ტაჰა უნდა თქვა ან კონტრა, იმიტომ რომ ამ ორ ადამიანთან მაქვს წაგებული. კონტრასაც წაგებული გაქვს? ხო. აი ტაჰა თუ ბანი. მოც წაგებული რა? ტაჰასანი ბეთლავები თუ ბანისთან. ანუ ხალხი თვითონ წაგებული გაქვს. არა. არა, ჟიურს გადაწყვეტლებით არა. მართლა.
ბიჭო, მე მაგას ბეთხს არ ვეძახი ვაფშე, მაგ ბეთხს არ ვეძახი. ხე მან ჯიურისაც ვერ გავამტყუნებ, იმიტომ რომ ანუ ეგ იმენა ბეთხლი არ იყო რა. მე შეიძლება მეც დაუბნეულიყავი ჟიურის ადგილას რა. ჟიურისთვის გიგინებია? არა. ბიჭო, რა გააკეთეს? სახში რომ მიხვედი და მაგათი, არა? ბიჭო, ახლობლები არიან. ხო ვიგინებია ძმობას გაქვს. ახლობლები არიან, ვახო. ყველაზე უკანასკნელი ადამიანი ვარ, მგონი ვინც მაგას იზავს. არ იგინები ვაფშე. ნახე, როგორ ამათი ისა ისი ბეთლი შენ. ამის და კონტრასტი. ანუ მეორე მეტრი ვნახე. ბოლო რაუნდი ქონათ ერთმანეთს იმაშე back to back საკეთებდნენ რა. ანუ ჯერ ერთი იყო რომ მე ჩაეჭრებოდა ის. ანუ ის არ იყო რა სტანდარტული რაუნდები და მაგიტო არ მგონია ეგ ბეთლი რომ ბეთლი იყოს. მე ეგეთი უფრო. ბიჭო, არა, პერფორმანსი იყო. ერთმანეთს არ ეტაკებოდნენ მესამე რაუნდში რა. უფრო ერთად ბაზრობდნენ რაღაც სხვაზე რა. ხო და მაგას ვამბობ. მე არა, ეგ მომწონს, კარგია. ის რა ხო Eminem's You Don't Know-ში როა. და რო ერთებიან რა, ერთმანეთს რო უგზელებენ სიმღერას. Eminem-ი რო ხომ ეგ ფრანცებს. დაახლოებით. ანუ იცი აზია. როგორ არა, Dr. Dre-თან ერთადაც ეგრე აქვს, 50 Cent-თან ერთადაც ეგრე აქვს. აი იმან ვიღაცა Kendrick რაღაცა ლამარი თუ რაღაც დებილობა მუსიკოსები იცის მარტო. ლამარი Dr. Dre არ ვიცი და Eminem-ი არ ვიცი მე? ანუ მოსმენი Kendrick Lamar და კიდე მეორე პიტალი როა, რა ქვია? Drake-ი? არა, ფინ სიმღერის. ისა Travis Scott. ხო, აი მაგორს უსმენს. Travis Scott-ს ხო ვერც ვერ მუღამებ, ბიჭო, Travis Scott-ს ბიჭო, აი Kendrick Lamar-ის ანუ რატო მომიტანე რომ Kendrick Lamar-ის ისავა? ბიჭო, მე ზასაკი. ან Drake-ის ზევიდან კიდე. ანუ ვაფშე არა ვარ. ანუ მე გიზივარ გადაცემაში და Kendrick-ს უსმენდი რატო ტეხავს გეხვეწა. ბიჭო, არა, ანუ მე ჩემთვის go-to აი ეს Kendrick-ები და რაღაცები ვიცი, რომ მე რო ვიცი ბიჭო, შენ მაგდენი არ იცი, გაიგე? ნუ შენ ვიგებასებ ეს. მე ესე ცალმხრივი გემოვნება არ მაქვს. რაღაც კონკრეტული გემოვნება არ მაქვს, მაგრამ ამ ბოლო დროს Lil Wayne-ზე ვარ შემჯდა. Lil Wayne მაგარია. Black and Yellow. Lil Wayne იცი როგორ წერს ტრეკებს, იცი? Black and Yellow, Black იცი როგორ წერს ტრეკებს? კი, პასტით. არ წერს, აი საქმეც მაგაში არასოდეს არ. აბა რომ მიდის არა, ყველაფერს აფრისტაილებს და მაგიტო ამიწყდება ხოლმე თავის ტექსტები. ესე აპკეთებს რეპს? ხო. შენ დაიჯერე და Black and Yellow ეგრე დაწელი. აჰა, you know what it is? Black and Yellow, Black and ეგ არის ეგრე შეწა ჯერა შენ მაგი შეჩემა? კი, რატო არ მჯერე? ChatGPT-ს აწაინებ, ბენი, ChatGPT-ს რატო ბიჭო, ბიჭს უსმენ. ბიჭო, ხო არ იცი პროცესი შენ როგორი წერო? არ წადე და არ წერს. ადრე ხომ ქუთაისში ლაბაზი ხომ კავენზე, რომ მატერიალში დავწერეთ სცენარი, ეს გამოდან ხომ რა, კავენზე რომ ჩამოვიდნენ ხომ მატერიალში დავწერეთ სცენარი და რაც ხა მივიტანეთ და მეთქი მატერიალში რამდენი ხანი წერდით ხო და 6 საათად მეთქი 6 საათი რო სცენარი ვიწერო მე ხოდ გადაგახიეთ თავი ყველას მეთქი საათ ნახევარი ვზივართ ჩვენ სცენარზე და ეგრე არის ის რა ქვია იქ არა მივალ უსებ ჩავწერ აცხას სტუდიაში ხო აი ეგ რაღაც ის არის უფრო რა რაღაც პლუსების ჩაწერის თემა აი ზუსტად ანუ ვიცი რა უკან დასახევი გზა აქვს ხდები რომ მე ფრისტაილით ესეთი მაგარი ვარ და რო დავჯდე რა მაგარი ვიქნები არ ნიშნავს მაგას რა იმიტომ რომ მე მაგათ იმპროვიზაციული იმოში ძალიან ძლიერი ვარ მაგრამ შეიძლება რაღაცა რო დავწერო ვერ დავწერო კარგად რომ მე კრინჯება რაღაც თემებზე გადაობა რა ხდები სხვას კარგად დავუწერ ხმობას მაგრამ ჩემთვის ხმობას ვერ დავწერ და ეგრე გავაპრავებ რომ აი ცა და იქ მივალ იმპროვიზაციულად რაღაცას ვიზავ ეგ არის ჩემი გამართლება თავის აი ხა ყველა ფიქსი და მოგეშვება. ფიქსი ჩვენი სპონსორი. ნუ თავში აგასხა მე მგონი რომ სისხმა. ფინალში რო გასულიყო კონტრა. შენი აზრით უფრო გაგიჭირდებოდა? თავი ამოყვევინო. უფრო რთული იქნებოდა ჩემი აზრით. იმიტომ რომ კონტრა საკ ძალიან მაღალი მომზადების ლეველი. ძალიან კაი ადამიანია პიროვნულად რო შევხვდი მე. თან დამევასა რა. და რთული იქნებოდა, მაგრამ მგონია რომ მეც რავი 4 მაგად მოტივირებული ვიქნებოდი რა, რაღაც ანუ რევანში იქნებოდა, ანუ რევანში სურვილი მექნებოდა, თან ფინალია და ფინალში რევანს აიღებ, ძალიან მაგარია. აუ ბოჩი, აუ ეგრე მაგრაა ფინალში რევანში. ფინალში რევანში. შენ მოგიწევს ეგენი ჯერ არა უ. კაი, მოდი. ჯერ რაღაცა ვითამაშოთ. პატრა თამაში მაქვს. გავალ საყივნეში მიდევ სარაყით ნაყინის გამყიდველთან. და მოკლედ ბეთლზე და სკაირესზე და ზოგადად თქვენს ინდუსტრიაზე კიდე გავაგზავნებთ საუბარს, ოღონდ ჯერ გვაქვს პატარა თამაში, რომ შევხვდეთ რა. აგერ გვაგზმოთ ჩვენი ჩიფსი, არაყი და მაქვს ესეთი პატარა თამაში. ასოციაციობანა. მე ვიტყვი რაღაც სიტყვას, სამივე, უნდა ვთქვათ, პირველივე ასოციაცია რაც მოგვიგო თავში. ორი ადამიანს თუ დაემთხვევა, მესამე სვავს. ერთ სიტყვაზე უნდა გქონდეს მეორე სიტყვა ასოციაცია. არა, მაგალითად თუ თქვი რა ქვია,
ყველაზე ლამაზი ყვავილი პირობითად და 3-2-1 და თქვენ ორმა თქვით კაქტუსი, მე ვარდი და შეიძლება კაქტუსი არა ყველაზე ლამაზი ყვავილი, მაგრამ თქვენ მოიგეთ რა და ამ შემდეგ. თუ სამივე ვიცნობთ, არც ერთი არ ვსვავთ. თუ ორი იცნობს, მესამე სვავს. თუ სამი სხვადასხვა თქვით, ნახო. კაი, წავიდა. 3, ასე იგი, სიტყვას ვიტყვი და 3-2-1. საუკეთესო უცხოური სერიალი. 3, 2, 1. Breaking Bad. ვაა, ბრავო. ჩემი ეს და არ არის საუკეთესო, მაგრამ პირველი ეგ მომაფიქრა. მეც ეგ მომაფიქრა. იმიტომ რომ საუკეთესო, მეგობრებო. არა, ანუ მე იმას წავდი, მეთქი უეჭველი მაგას იტყვია, ესენი მაგით თქვი მეც. მაგრამ მე Game of Thrones იტყოდის მეგონა. კაი. საუკეთესო ქართველი იუთუბერი. 3, 2, 1. ვახტანგურები. ჩემი თქვი? არა, ვინო. ვახტანგურები ვთქვი. მე კაკო ვთქვი. მესამეჯერს ვავაცილეთ, მაშინ ვსვავთ. საუკეთესო ქართველი რეპერი. ახლა ამჟამად. ყველა დროის საუკეთესო. ყველა დროის საუკეთესო, აუ, სამწამში ვერ დროის. ხო. 3, 2, 1. ტაჰა. პრინცი ჩემი აზრით. 3 მოვაცილე. შენ არ შავი პრინცი უნდა მეთქვა. არ ვიცი. აიღეთ მებო. მოიც სამი ვერ დაგსავთ. იმიტომ რომ 3-ჯერ ავაცილეთ. ოკეი. ბიჭო, ეს საუკეთესოს ვერ ვიტყვი, მე ხო, შენთან მაგ ინდუსტრიაში ხარ ბენი და შენ მაგ ინდუსტრიაში არა ვარ, ძმაო, მე უბრალოდ რაღაცა ისე ნიტო დრო თქვა, მე დამეჯმევა. მე ტაჰა ვთქვი და ფეხებზე კიდევ დამეჯმევა. ანუ ყველა დროის საუკეთესო ტაჰა არის. კი. ანუ არა, მე მოყვარ ლოგიკაში, მაგრამ ნუ უფრო თანამედროვეობის ალბათ რა. იცი რა, შავი პრინცს მე ძალიან ვაფასებ. შავი პრინცის კლიპში ჩემი ბიძაშვილიც იყო, მაგრამ მაინც ტაჰა მგონია ყველა დროის საუკეთესო. დღევანდელ ნიუზ-ქულზე რო გეთქვა, ეგრევე კი რამეს ვიტყოდი, ფეხებზე მკიდია. კი, რა მეთქი შენ. მოკლედ, შავი პრინცს გაუმარჯოს მეგობრებო, ფული და ძალიან დასაფასებელი ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი სიტყვა დატოვა ქართული რეპის ისტორიაში. დალია ძმა. ვაიმე რა მინდოდა ეს რატო მოვიფიქრეს დებილი რუბრიკა. შემდეგ ეცეკები თქვენათ რა არაყი მეიზღება. რა. შენ ბიჭო შიქ ხო არა. ბოლომდე დალია შეჭი. მამა. დალია შენ ბიჭო შენ. ამას უყურე. კაცი იჩქარება ძმა კაცი. ჩემი რეჭვა თუ იმეს აგაგვიანოთ ბოდიში. ბარსელონას ნახევარმცველი. 3, 2, 1. ინიესტა. პიკე ნახევარმცველია, ცოლია ვაფშე. არა, მცველია, მაგრამ კიდე ჩვენ ინიესტა თქვი? მე არ ვიცი, აზე არა ვარ. პედრი გავიგე და კიდე არ გამიკვირდა გამოყევი. ხო ინიესტა. ხო ინიესტა. ბატონო ბენიტო მუსოლინი. შენ რა მიგანახე ინიესტა მიგანახე, აბა? ნუ კარნახო ბიჭო, ეხა მაგის გამო იმასაც დავალევინებ. არა, ფეხბურთია ვაფშე არ ვიცი. ინიესტა არ გაგიგია? ინიესტა როგორ არ გამიგია, პროსტა სადაც რას თამაშობდა, მე რა ვიცი. ერთ ბარსელონაში რო ვიცი, დაცვაში იყო პიკე. მიდი, ხო, დაცვაში იყო და ცოლის ღალატში კიდე. შაკირა მაც იმღერა. კაკრას. ოჯურმა და მაგის მე იმღერა ზუსტად რაღაცეებს. დასი ბიჭო, დასიო, ბებოს კვანტები. მიდი. სოციალს გამოიწერეთ ჩვენი არხი, ასევე კამი გამოიწერეთ ინსტაგრამზე. ინსტაგრამზე ამდენ გამოიწერეთ ყავს, ოღონდ შენი არა ნახდები რა, ანუ მომატებულები არა. არ მაგარც ერთი მომატებული 3 კამდე მყავს. 3000-მდე. აუ რა. ბაბუა შეიძლება შორის ძალიან კარგი ბაბუა ყავს, ბენის ძალიან მიჭერი ადამიანი. ბენის? ხო, ბაბუაშენი. ბაბუა ჩემი? ლეგენდარული კაცია შენ ბაბუაში. ნიჭერი რა შუაშია. ბაბუაშენია ნიჭერი, აბა შენ არჩენ ფეხების ნიჭერი ხარ. აი ეს ყავდა მთელი საქართველოს ხერში და შევანაზე თანძმაკაცობდა, ჩარკვიან თანძმაკაცობდა. რა ვისთან აღარ ძმაკაცობდა, მაგარი კაცი იყო ბაბუა. საკუთარ სასამართლოს თავარი მოსამართლე იყო. უთარბენიძე, რომელსაც 1 კაპიკი არ აუღია, თორე ეხა მილიონერები იქნებოდნენ. აი, ფული ცოტა. შენ ნაიღო ისგორზე მაინც არ მიგიდა მოდი. ვაშე საქმე. კაი, მიდი გავაზრე. კაი, ოსკაროსანი მსახიობი კაცი. გაიაზრეთ და დავითვლი. დავაი. 3, 2, 1. დიკაბრიო. ვინო? ჩონიდებს ოსკარი არ აქვს, მაგას. ტონი. და ინდუსტრიაში ვერ ვარ ყოველ ზოგადად. დიკაბრიო მაგას. ერთადერთი ოსკარია. ჩონიდებს მეც მირჩევნია. ვის ბიჭო? ბევრად. რა, დიკაბრიოს. თუ შედავადებთ. დიკაბრიოს დედას ბიჭო რა მსახიობი ეგა? თუ არ ნახოს თუ რა. არა, ბავშვები მიყურებენ, ბავშვი არ გაიმეოროთ გინი. აი მე ბრედ პიტის დედას თუ მსახიობია საერთოდ. კი ბატონო, ჯიგარი ხარ. ახლობლები არიან ძმა. სიმპათიური.
აი მე ვსვავ ხა მარტო. კი. დაილოცე ბიჭო აქ რა. ჯონი დებს გავუმარჯოს. ჯონი დებს გაუმარჯოს. აი ხა უნდა მე თქო რომ ეს დავდებ თქო მარფეხეს მიდი. ჩაიტანა. ნახე ბიჭო იმენა ყველამ სახე მივიღეთ, ვისკზე არ მივიღია ესეც სახე ამ არაღზე რომ მივიღეთ. მოკელავაძესთან ყავით სტუმრად რა, გამას მებრძოლთან სხვა შორის კინაღამ ჩხუბი იყო. წინა ბეთლზე იქ რო დაეჯახედა რაღაცები. მე და ბოკე იყო რა ხო რა ხდება ჩემიო რა თქვა რა არ მოეწონა ამათრებელში ბოკეს ლეს იზახნენო ბიჭო და ეგო რა არის ხო აი გავარჩევ ჩვენც არ მოგწონს ბევრი რამე ბიჭო არა მე ვთხარი ნახე ასეთი რაღაცა არის რა გინაც ეს გინაც ის მეთქი ბოქსი ხო არის სპორტი ამათვის ეს არის სპორტი ახლა ბოქსში ვიღაც დადგება და აი რო ხელი როგორ უნდა დავარტყმევინო და რაღაცა მეთქი და ეს არის გინა არ გინა შეურაცხყოფა მაინც მომენტია ამ ბეთლის მეთქი ახლა ყლე თუ არა სხვა მაინც მიაყენებს სხვა რაღაცა შეურაცხყოფას ეგ სიტყვა თქვა მაგრამ პირდაპირ არ დაუძახო კაცს ანუ აი რაღაცნაირი აი ბოდიში და პახაბნი არ უნდა იყოს რა ბოდიში რაზე მოიხადა რა მაგარი კაცია ჩემ არა ჟარგონულად ჟარგონული სიტყვები არ გამოვიყენო ხოლმე ხშირად რა სტერეოტიპულად არა პროსტა ხო კაროჩე გააჩნია როგორ იტყვი რა შეიძლება კაცი ისე შეაგინო რომ თვითონ თქვას თვითონ გითხასო საღო ეგ როგორ არის იმენა კინო ანუ რაღაცა თქვი ეს უნდა ამოიჭრა მეგობრებო ბიჭო დავთქვერი შეჭემა ორი ზედიზე დამალევინე დავთქვერი უკვე რაზე ბაზრობ გააგზელ მიდი ხომხოდე მიდი გააგზელ ამა როდალია რატო გაჩერდი მაგ დროს აი ჩემ დროს რატო არ გაჩერდი ეგრე რატო არ გადაიტარ მიდი ჩიპსის გემო ხო კლასის გემო აი მოდი მაპატიეტო ჯერ შენი გემო არ გამოუხედბენი ჩიპსის გემო კლასიკის გარდა კაი 3 2 1 ბეკონი აჯიკა რატო თქვი ძმაო ბეკონი კიდევ წინ ომარა ნახე მიდი ჭამე სუკანო პირველი გემო აზუთხულო კაცო მიდი მეოსება არის აჯიკა ოვე რატო მიდი მოზვენილო აზუთხულო კაცო მიდი ჭამე დალი ფრიქს გაუმარჯოს რომელიც ყველანაირად გვერდში მიდგას ყველა იდეაში და თავი დროს სხვა შორის გერმანიაში გამიშვა ფრიქსმა და დავდე რამოდენიმე მილიონიანი ვიდეო ბუდუს მამა ვერ ვიცი მე რო შემოგიგზავნე ჩემი თავი რო შემოგიგზავნე აქ მაგიზამო არა შენი თავი ყველგან არის ბენი აუ საურა მაგარი ხურობა გააძე ვახტანგი დავედა კაც გაეცნია შენი აზრი მაგრა კიდია მაყურებელს მე მაყურებელს ვთხოვ რომ დაალაიქონ ვიდეო თუ კიდია ბენის აზრი ევროპული დედაქალაქი დავაი აუ მე ძალიან სტრან რაღაცას ვიტყვი ახლა აი სტრან რაღაცას დავაი აუტო ვიჩი მევასება მოიცე 3 აუ რატო ყლეზე კიდე არა ერთა ვერ გავიგე რა თქვი და ეს ბოზარი მე შემიკრავდა არა აუტოვიჩი არის ცნობილი კომპოზიტორი სადაური ავსტრიელი გამარჯობა ვენა სიტყვა და ახლა ეს კაი მოდი ვენის გარდა ვენის მე აი ყველაზე წაწვეტებული რაღაც სარაევოს მასზე ვამბობდი ეს პროზა გადავწონჩი ანუ არ ნაუტოვიჩეთო გევასე ლივერპულს თამაშობდა. ბაზარი არა. კაი. ანუ ევროპული დედაქალაქი ვენის გარდა. 3 2 1 ვარშავა. მე კარგი მოხარე რა. შემიძე מחარ ბიჭო. ლაგოდეხი ფაუერ მოდი. ეს მოიგაგე. ლაგოდეხი ფაუერ ბიჩის. მე ვარ ეს სიამის ტყუპები ესე აზუთხული კაცი ვინ. აი ამის ტყუპი ხარ შენ აი? მოზვინული ასტეროიდი. შენ ხარ ამის ტყუპი. კომეტა კაცი, ზის სისტემა ჰორიზონტი. ორივე დიდი თავი გაქვს პატარები ხარ ორივე. შენ რა თქვი? ვარშავა. ვარშავა ბიჭო ვინი თქვა მაგალაკში ვარ დავყოფი თბილისის გარდა შეჭება დედაქალაქში. პირველი მომაფიქრე და ვენა და უნდა მეთქვა ვენა და ვთქვი რომ მაგარ სტრან რაღაცას ვიძახით ხო და ვარშავა არის ვენაზე სტრანის საქმელი დედაქალაქი. ანუ ვენიდან ის მაინც იყო რა ქვია მხატვარილი ვარი არ ვიტყვი ხა ულოშენი რო ქონდა და დღეს რო უკვე ამართლებენ. ხო და მოცარტი და ეს ულოშენი კაც რო იყო და ვარშავიდან ვინ იცი? მოცარტი მაგარი კაცი. ვარშავიდან ვიცი ოზი. კაი,
დალი ემიდი. შენს კარიერას გამომარჯოს. ოპა. მამან მოგიჭახურე, მაგრამ არ დავლე. მე მიყვარს ეგ სფერო და მე ყველგან მაქვს ნათქვამი, ჩემზე არჩევანი რო იყოს, რომ თავიდან დავიწყო, მირჩევნია ვიყო კარგი არტისტი, ვიდრე კარგი იუთუბერი მეთქი. ასე რომ გვიანი არ არის არასდროს. გვიანი არ არის, ჩემთვის არის, უკვე ხალხის ხანაერად ვიცი. ან დიდი ხანი წერ ხოლმე ბრაუნდებს? ხო შეიძლება რომ მოვიდეს. დიდი ხანი არ წერ და ის დიდი ხანი არ წერ, მაგრამ ანუ ნახშამიძლია დავწერო მთელი რაუნდი ერთ დღეში. მაგრამ ის ერთ დღეში დაწერილი რაუნდი არასდროს არ არის იდეალური. მე ვარ მაქსიმალისტი ბოლომდე, რომ ანუ დაჟე აი რაღაც ჩაჭერა მაქვს, რომ მიყვარს როგორი რაღაც, იცი, ამას უნდა დავუთმო ამდენი დღე. სულ რო არ დამჭირდეს, მაინც მაგდენი დღე უნდა დავუთმო რა. და რაღაცა არის, შეიძლება დრო დაწერო, მე 2-3 დღეში გადახედო და აუ არა, აქ უკეთესად ეს ჩაჯდებოდა და რაღაცა. ერთი რა მაინტერესებს, იცი, როგორი მახსოვრებ. აუ აი ეგ მაგაზე მაქვს, აი როგორიც. არა, მე ჩემი ტაქტიკა მაქვს, რაღაცას როგორი მახსოვრებ, ჩემ სიმღერას მაგალითად. როგორი მახსოვრებ მე ჩემ მუსიკას. და შენი მაინტერესებს. ანუ ნახე, ხალხი არის რომ იძახიან რომ აი ბანი საქ მაგალითად ეგეთი რამე ნათქვამი რომ მე არ ვაზრობ ვისმე მთელი დღეები ჩაწერილ რაუნდებს და ისე ვიმახსოვრებ. მე ვერა. ვერა. მე უნდა დავждე, სახში მთელი დღე დავუთმო და აი ყელის ჩახლეჩვამდე ვაზრობ რა. რომ ანუ აი თითოეული ნახე, მე რო ვაზრობ მაგ რაუნდს, თითოეული მოძრაობა რაც მოგდის რაღა ეს გავაკეთე. თითოეული მოძრაობა რაც მოგდის. რა, გაკადო და იმეორებ მანდრებს. ხო და ანუ ყველაფერი გამახსოვრდება, ეს ანუ გიждდება ყველაფერი, სანამ სულფასოვანს ხდის რაუნდს, მარტო მოსმენით შეიძლება თან ნახე ჩაწერის დროს, რასაც ისმენ, ისეთი დუხით ვერ წერ, როგორც საჭიროა. ო შენ რო ლელიანელი ხარ, როგორ გამოიწორდა ეს. მე. ხალი მიყვარს მაგ. ხო და ვა, მდგარი არ გაქვს. ყოფილა მომენტი რომ მაგალითად სახლში დავმზადება და ან მაქვს და არ მეთქვა იმიტომ რომ მღიპი ეფარება ხო. ჩამოგჭი. პატარა და ხო. ხო და შეიძლება. ყოფილა მომენტი რომ დაჟე დამითვლია. რამდენჯერ უნდა მებაზრა რაუნდი. და 55-მდე ავსულ ვარ დღეში რა. ანუ ძალიან მაქსიმალისტი ვარ. 55 რას? ამ სიმბოლურია. წამი? არა. რამდენჯერაც ვიბაზრე რაუნდი. აუ, ხადაო, ბიჭო, 55 თქვი რაუნდი? ერთი დღე, ოღონ ერთხელ მოხდა ეგეთი არ გამიმეორებ არასდროს. გულში არა, იმენა ხმამაღლა. ხმამაღლა რა, ანუ ბაზრობ რა, ტელეფონში გიჭირდა. გული ამერეოდა. აუ, მოგეწეს ბეთლის მერე თუ ქონე რომ აუ აქ ეს რომ მეთქვა, აი ქონია. არა. არც აგებული ბეთლის მერე. აი, ტაჰასთან ბეთლის მერე მქონდა ის რომ ეს რაუნდები უფრო დუხით უნდა მებაზრა მეთქი, მაგრამ საუნდჩეკზე ისეთი დუხით ვიბაზრე რომ იქ აღარ მქონდა ენერგია უკვე. ძლებო, ბენის უყარ ძალიან ზაღლები. ზაღლის ჯიში რა. რატომ მიყვარს? აუ, ტრაკი მომაჭამა ზაღმა კი ძალიან. ზაღლის ჯიში სამწამში. ჯავ, ჩემსა ყოველ ჯიში ამბობ. 3 2 1 ლაბრადორი. კაცი, კანეკორს მასკი ლაბრადორი. ვარ ჩემს საყვარელი დობერმანია. საუკეთესო ქართველი სპორტსმენი. გაიაზრეთ? მე ფავორიტს ვიტყვი რა. ერთი წუთი რა. 3 2 1 თოფურია. რა ხდება ბიჭო? ყარაცხელია რო არავინ რა თქვა და ის რაღაცა. ყარაცხელი ყველაზე ნიჭიერია. ჩემი დიდი სიყვარული ყარას, მაგრამ ამ ბოლო დროს ცოტა MMA-სკენ უფრო ვიხრები რა, რაღაც. მეგეშია თოფურია საუკეთესო საყვარელი პერიოდს არ ხარ შენ, მაგაზე წაევასება იმას. თოფურიას? ყარაცხელია საყვარელი პერიოდს არ ხარ შენ. ხო, არა, ბიჭო, მეც MMA თან ვიყო. ხო, ანუ MMA არის, ან მასკულინური სპორტია რა. ასწავლებს. მაგრამ მან ვის გულშემატკივარი დუპლესის თუ ხამზად ჩიმაევს? დუპლესი. არც ერთ სიმართლე რო გითხრა, ჩემი ფავორიტი მებრძოლი ქართველები რო გამოვრიცხოთ, რა თქმა უნდა. ანუ ნახე ილია, იმიტომ არ მევასება რომ ანუ იმიტოც მევასება რომ ქართველიც რო არ იყოს, ქართველიც რო არ იყოს, ტიპაჟია ისეთი. ანუ მაგრეგორი გევასება. აუ კი. მამე, ჩაურტყი ჯაშენ იმან აი, პროსტა მაგრეგორი ვარ გევასებოდეს, მე მგონი არ გიყვარს MMA. მაგრამ ამჟამად ან შოუ არ გიყვარს. აი ილიას გარდა, ვინც ილიას და მერობის გარდა, ვინც UFC-შია, Holloway ჩემი ფავორიტია. ო, გავხარ, ბიჭო. ხო, თან გა, პროსტა ცოტა პატარა ცხვირი გაქვს, მაგრამ აი, თმები რომ მოგარტყან. თმები ცოტა ზევით აიზარდე და ეგ. ერთი რომ მოგადოთ და ეგებს მოსვის. მორე გავხარ. ბიჭო, ეს სკილებით რო გავდა უფრო გამისწორდება. სამაგერად on mic სკილები
შევკეთე გაქვს. ისე მე არ მყავს ფავორიტი UFC ფაითერი ქართველების გარდა. იმიტომ ვერ ერკვევი ძმა. სათანადო გაფინანსებს. არა ვერ ყვევი, მაგრამ ყველასთან ჩათვალე აი ვოლკიც ერთიანად მევასება, ლოპეზიც ერთიანად მევასება. ვოლკი ჩემი აზრით შონომალიც ერთიანად მევასება. ანუ ყველა ერთიანად მიყვარს რა ჩათვალე რა. ვოლკი რა? ვოლკი ჩემი აზრით ზედმეტად respectful ტიპია. არა, ძალიან მე კაი. ზედმეტ აი ჩარლზიც მაგიტო არ მევასება, რომ ზედმეტად აი ხო რაღაც ოლივერი არ გევასება? არ მევასება არა. როგორც მებრძოლი არ გესიმპათიურება ხო, როგორც იმიტომ რომ მებრძოლი, ანუ ხო, ოკეი. ბრძოლამდე აი ეს რაღაც მეტოქის სტაფთან ყველასთან ხელის ჩამორთმევა აი არ მელამაზება რა ბრძოლა არის ბრძოლა რა. ანუ ჩემთვის არის მაკგრეგორი, просто მაკგრეგორი არა. მე ჩაილსონი უფრო მომწონდა მიკროფონთან გადაობებით. კაი, კითხვა დაგისვამ თორივეს. შენთვის ვინ არის ყველა დროის სამი საუკეთესო მებრძოლი UFC-ში და შენთვისაც? სამი საუკეთესო ყველა დროის? კი, მოდი ჯერ შენთვი. ნუ ცოტა ამ ბოლო დროს გული ამიცრუდა, მაგრამ პირველი ჯონ ჯონსია ჩემთვის. მეორე ჩემი დიდი რაღაც სიმპათია არ აქვს მაგ მებრძოლს, მაგრამ ობიექტურად ვიტყვი და ხაბიბი ალბათ რა. ხო კი ბატონო. კონორი არ შედის სამ საუკეთესო მებრძოლში. შენთვის არ შედის. ან ჩემთვის შედის, მაგრამ ობიექტურად არ არა, ობიექტურად არ შედის. ობიექტურად ხაბიბიც არ შედის ჩემი ხო და შენთვის. ჩემთვის აუ რა ვქნა ანდერსონ სილვაზე მაგ აბა რა თქმა უნდა, ჩემი ძმა, გაუჩი არა რა თქმა უნდა. შენი აზრით? სილვა პირველზე რა არის, თქმა უნდა. სპაიდერი უეჭველი, სილვა ჩემთვის. სილვა არის როგორი რაღაცა იცი? undisputed ვინმეს გახსოვთ Xbox 360-ზე რო იყო undisputed 3 თამაში. სილვა თუ თამაშობდი სულ. ძალიან მევასებოდა და ძალიან არ მევასებოდა ისრაელ ადესანიაზე რო ამბობდნენ რა. რომ აი სილვას გაგრძელებაა და ადესანია კაროჩე არასოდეს არჯერ ადესანია არჯერა ძმა აუ ეს მათანა დებილურად აგოვაიმე სილვა არის ჩემთვის გოუთი მე არის ჯონსი მე არის მაკგრეგორი ანუ ყველა დროის თუ ამბობ და ქართველებს არ გულისხმობთ რა აი კონორს ტოპ 5-ში შევიყვანდი ტოპ 3-ში არა რა არა კონორმა რაც გააკეთა MMA-ისთვის საერთოდ ჩემს სოფლიოში მარტო UFC-ისთვის არა MMA-ისთვის რაც გააკეთა კონორმა ეგ არის ძალიან დაუფასებელი რაღაც. პირველი ჩემთვის არის სილვა. მეორე არის GSP. და მესამე არის კორმიე. დისი ძალიან თესლე, просто ბიჭო, დისი არის UFC-ს შაკი. შაკი ხო იცი შაკილონი? დისი არის UFC-ს შაკი იმენა რა. ჯონ ჯონსი მეოთხეზე გავიყვანდი. ჯონ ჯონსი ჩემი აზრით არა ანუ გასაგებია რომ დენას ძალიან ევასება ხელსაც უწყობს ბევრ რაღაცაში, მაგრამ ჩემი აზრით აი ეს ძალიან დიდი ლაპარაკი რომ მიდის ასპინალი versus ჯონსზე, მანდაც გამოცდილების ხარჯზე ჯონსი მოიგებდა ჩემი აზრით. დაბეჭდა, თორე ახალგაზრდა ჯონსი ალბათ ჯონ ჯონს აქვს ბიჭო 97 თუ 98%-იანი takedown defense მეგობრებო, ანუ უყურეთ, ეხლა რო ჩიმაემა დუპლესი ათრია და აი 100-დან 100 ჯერო დააგო თითქმის წამოდგინეთ ტიპმა 97 ჯერ დაიცვა თავი 98 ანუ 100-დან 98 მაგას თავი დაანებენ 14 კამრის დაცვა. არა გიჟია ხო. ვერაფერს ვერ იტყვი. აი მოდი შემდეგი. ამაზე არავინ არ დაულიეთ. შემდეგი კითხვა არის ისეთ მეგობრებო. რატო არ დაულიეთ? იმიტომ რომ სამი თოფური ავთქვით. ხო. ქართველი კალათბურთელი. ოკეი. 3 2 1 შენგელია. ანდრონიკაშვილი და დალიე. დალიე ჩემოძმა. ცა თანამედროვე. გახსოვ და ანდრონიკაშვილი. ანუ სუბიექტურად მევასება ყველაზე მეტად და მაგარი თამაშებლები გევას. ტიპია მაგარი. ხტები ან როგორც ჩანს რატი პერსონალიტი ევასება. ძალიან კაი ტიპია, კი. აი ანდრონიკაშვილს გაუმოჯეს მაო. შენგელია ჩემი აზრით მომკალით და საქართველოს გოუთი არის ყველა ანუ ვარიანტში ბრუკლინში რაც გააკეთა იმ რამოდენიმე თამაშში წარმოგიდგენ NBA-ში რო გაიგრძელებინა შენგელია რას იზავდა. აუ არ გაუმართლა შენგელიას კარიერაში რა. მე ზოგჯერ ევროპული კალათბურთი ბევრად მისწორდება სანახაობრივად. სანახაობრივად ბევრად. ჩემი ძმა. იმიტომ რომ ფიზიკურია. ვიდრე NBA და იმიტომ რომ ფიზიკურია, ის შოუა ეს ფიზიკურია. ამერიკა მაინც თემა. ხო. ამიტომ კარგი მარკეტინგია. ეხლა სხვათა შორის NBA-ს ცდილობს რომ ევროლიგა იყიდოს. ხო? კი, არ იცი ეგა? ჩემი აზრით კარგი სილვერი ნაბიჯი ძალიან დიდი ხანია ცდილობს რომ ევროლიგა იყიდოს, ბოლო 2 წელია ცდილობს, კაროჩე, მასიურად რომ ევროლიგა იყიდოს და NBA გადმოვიდეს ევროპაში. მე მაგათ საყურებლად გოგა ბითაძე ბუდუჩნოსში რო თამაშობდა, ძალიან მევასებოდა რა. აი უყურებდი ხო ბუდუჩნოსის თამაშებს რა. აი სექს დროგა ბითაძე გოგა რო ყიდოდან რა. გოგა თუ სანდრო? გოგა თუ სანდრო? ვაა. ნაკრებისთვის თუ გუნდისთვის?
ნებისმიერ ასპექტში აიღე overall აიღე. აუჩ. სანდრო. სანდრო. მე გოგას ვამბობ. ბიჭო, ნიჭიერი არის სანდრო, გოგა არის რონალდო. კაროჩე, მესი რონალდო რა, სანდრო არის ნიჭიერი, შრომელი არის გოგა რა. ქართული რეპის, ანუ პეპე ფლოუ. სანახაობრივი არის სანდრო რა უფრო. პეპე ფლოუს, მესი, რონალდო და ნეიმარი ვინ არიან? ფლოუ-ფლოუით თუ იმშელებთ ახლა ფლოუ-ფლოუში თასაკი იმხელა წონა თავის მიღწევებიდან გამომდინარე რომ მესისა და რონალდოს. ხო აი რაღაცა აი ნახე ან აჰაზე ვიტყვი ან მესის ან რონალდოს მაგრამ აი მე აი დაუშავ თქვი მესი ტახა მესი უფრო არის თუ რონალდო. რონალდო მე ვინ ნახე მესი უფრო არის თუ რონალდო ტახა. ტალანტია თუ უფრო შრომა. ტალანტი ଉପროა მაშინ მესი ჩემი აზრით ტალანტი რომელმაც ჩემი აზრით შეიძლება ვწდები რომელიც ხო. არა ხო და მაგას ვიძახი მე ტალანტი ბალი უფრო მგონია მესი ვიდრე ისა. არა ჩემი აზრით ტახა არის ტალანტი რომელმაც გზა და გზა ისწავლა შრომა შენ ხო ჩემიანი ხარ ლაგოდეხნე, მაგრამ მე აჰა მართლა ხარ გეწყინოს რა ვიცი და მაგრამ აჰა მე რატომ მომწონსი? პეპე ფლოუში ხო მაგარია, მაგრამ კარიერად ისეთი მაგარი აქვს ტიპს, რომ მე მაგით ვთქვი, რომ ყველა დროის საუკეთესო რეპერია თქო რა. ან მე არსად არ ვმალავ იმ თემას, რომ იყო კი რა გარკვეული პერიოდი, როცა მე აჰას ვუსმენდი და ფანბოი იყავე. თუ არა თუ სულ არ არის ფანბოი რა. არა, განა იმიტომ რომ მიტყდება რა, მართლა არ ვიყავი და ანუ რეალისტები ხომ უნდა ვიყო. უბრალოდ ვუსმენდი, სიამოვნებას მანიჭებდა ხშირად აჰას მუსიკის მოსმენა და ანუ ვერ ხვდები რატო ტეხავს ეს. არა ხო მე არ სიამოვნებას უყურე. მე არ სიამოვნებას არ შედი კარგული რეპერის მოსმენა. რატო უნდა ტეხავს? ბიჭო, როცა ნახე, როცა 14 წლის ვარ. და მყავს აიდოლი, ლოგიკურად. 30 წელს რომ ყავს ანუ ხო რა, ლოგიკურად როცა მყავს აიდოლი და მე ვუდკა ვარ საერთოდ და ვაფშე ვებეთლავები. ეგ უპროტესტობაა, ბიჭო, ჩემ აიდოლს რომ ვებეთლავები თუ ანუ პოპულარი ოლივეირაცია, ეხა მე რა ტიპი გაგიჟებული იყო, ის უბედნიერი იყო და ხოლოვეირაცია და ვოლკანოვსკი. ჩემთვის ეგ იყო ეხა მაგალითად, დაჟე დამთრგუნველიც იყო ეგ. რაღაც ბოლომდე ვერ წარმოვაჩინე ჩემი თავი მაგ მხრივ რა. და რაღაც უცნაური რაღაც გაიჩნდა უცებ, იმიტომ რომ რაღაც 4 თვის წინ ჩააბარე უნივერსიტეტში და ვაფშე ახალ ჩაბარებული ხო შენ. არ სწავლობ აღარაფერზე, ისე დიპლომატიაზე მქონდა ჩაბარებული საერთაშორისო კიდევ კაი დაიკიდე. ჩვენთან არ ჭრის ეგ ყველაფერი დიპლომატია არ არის ასურული ჩვენ. ბიჭო, ძალიან ბევრი კითხვა, ბიჭო, კამი არის ძალიან კაი რესპონდენტი რა. მე კამი გავიცანი, ნათესბარის ჩაწერა იყო სხვა შორის. და იქ ვისაუბრეთ ჩვენ ასა კოქტეილები დავით რაღაცა და ძალიან დამეუვასა მაშინ და მეთქე რომ ეხლა ახალ სეზონში გავდივარო რა. იმედი გააქვს მეთქი და კიო კაცო რა მოქვე იმედია. უეჭველი მოვიგებო რა. მე იქ ბიჭებმა თქვეს რომ ჰაო შანსი არა აქვს რა უეჭველი მოვიგებს კაცო და. ოღონდ ვინ თქვა შანსი არა აქვს? არ მახსოვს რა. კაი გუნდა მეკითხე. არ მახსოვს, იმიტომ რომ ერკვეოდნენ ისინი უფრო. შანსი არ აქვს Sky-Race-აო ეგ სეზონიო რა. არა მე მაშინ მე გეტყოდი შეჩემა. არა შენ იყავი ხო? ცოტა შეჭიდა ეგ დღე. შანსი არას არასოდეს ვიტყოდი კამიზე. პროსტა მე ვიტყოდი რომ Sky-Race მიაქვს თქო, იმიტომ რომ აი ყველა მიცის რომ მაგას ვიტყოდი რა. ყველა მიცის მაგას რო ვიტყოდი. არა, ლოგიკა, ძალიან დიდი ლოგიკა იდო ეხლა. ბიჭო, ახაც მაგაცი იტყვი რა, რომ ვიაკო აბა რა წიზო. სულ ძმაკაცი არ იყოს, ანუ ლოგიკა დეევს მაგაში, რომ ხო ახლა ანუ Sky-Race რო გამოდის სეზონზე, ძალიან დიდი შანსია იმის, რომ სეზონი წაიღოს. ხო, Sky-ს აქვს ქარიზმა. და მაგან ეგ აკაჩინებს ძალიან ბევრ რაღაცას. და ეგ აკაჩინებს ძალიან ბევრ რაღაცას რა. ხო და ნახე მე კამი გავიცანი არც მახსოვს როდის და არ მახსოვს რა ამ პულაში, მაგრამ მე ვამბობ იმას, რომ როგორიც მეგონა, მართლა ტოტოს ბეთლის და აი ბეთლებიდან უაფასებდი ადამიანს. ანუ ვაფშე სხვა ადამიანი არის, მეგობრებო, მართლა გეუბნებით, ერთ-ერთი მართლა კამერის გარეთაც საუკეთესო სასაუბრო ადამიანია. Sky-ს live-ზეც რო ვიყავით, open-air-ზეც რო ვიყავით, იქაც რო ვიყავით, აქაც რო ვიყავით, სადაც გადავიკვეთეთ, არის ერთ-ერთი საუკეთესო მოსაუბრე და კომუნიკაბელური ადამიანი. არ გაგზნობინებს რომ ან ვიღაცა შენ ლაგოდეხელია, ბიჭო, ლელიანელია, შეჩატალა. მე შენ რა გამოდექი, ასეთი შეჩემა. ეს თუ კარგი არის, შენ რა დგეტაკა, შეჩემა, მიდი გააძრი ახლა. მამა ჩემი აქაც ამბობს, რომ ეს ბენის სუმაგას ატო გეძახი. შეხავე ვარიგინოს, ალბათ მამა ჩემი უყურებს გამოვიდოს და არა, მამა შენის გამო აღარ შეგაგინე მთელი ვიდეო, იმიტომ რომ მამა შენ ძალიან მიყვარს. არა, მამა ჩემი მაინც გაგინებს. კაი. შემდეგი არის ციფრი
1-დან 9 ჩათვლით. 3 2 1 7. აი 7 რატო აი ანუ 7. მე 4 იმიტომ ვთქვი რომ 24-დან ყველაზე მიახლოებული. მე 13. ამბენი 13. 9 ჩათვლით. რა გამისწორდა იცი? 9 ჩათვლით მეთქი. 1-დან 10-მდე ერთიდან რო ცხრით ვთქვი მაგით ხო რა თქვი და 3 მე რა გინდა 1-დან 9 ჩათვლით მეთქი რამდენი თქვი? 3 აა კაი. ამან თქვა 24 და აი 24 ასტი არა, ხო, 4-ი. 4 ვთქვი, იმიტომ რომ 24-დან ყველაზე ახლოს ხო და 24-თან ახლოს იყოო და მე 13-თან ახლოს 3-ია რა. შენი. აი ბიჭო, აი პროსტა ქართველი კომენტატორი. 1 2 მოიწევი, იცი კომენტატორი უკვე თავში გააქვს? კი. კაი. 3 2 1 ბაციკაძე. როხელაძე. მე თანამედროვე. როგორ გვიწევს ე? ორჯერ ავაცილეთ უკვე, პირველი პირველი 3 სწორად. ანუ თოფურად გიცი. ხო, მეორე იყო ეს და მესამე. და კიდე ერთი ავაცილე დაგვერხა. ქართული ესტრადის წარმომადგენელი. აუ აი მე მგონია რომ შენდალევ ახლა, იმიტომ რომ ქართული ესტრადის წარმომადგენელი. პირველი ვინც გამახსენდა ვიტყვი რა. ა? პირველი ვინც რეპერი არა ძმა. ესტრადა. ხო. ანუ ვაფშე ანუ რეპერი არა. ესტრადა რა. რეპერი არა. 3 შეიძლება არ გადიოდეს, მაგრამ ვიტყვი. არა, რეპერი არ უნდა იყოს. რეპერს არ აი ვიცი. მაშინ ესე წააგე. 2 1 სურაველა ნუცხეიძე. ნუცა ბუზალაძე უნდა მეთქვა. რა ნუცა გადის ეგ? სამეო. ან წერან რო თქვი მაგიტო გამახსენდა თორე აზე არ ვარ და რამდენი მისია რამდენი ბიჭო გავიდა, მართლა გავიდა, სიყვარულის რემრები სადღაც წავიდა, იანდა. გაგიმარჯოს სიყვარულის ჯონს მეგობრებო, გაგიმარჯოთ, გვესვას, გვეჭამოს, ესტრადაში არ გადავსულიყავით. ჯონს აუმარ ჯონ ჯონს რაც არ უნდა შემოგთავაზო, ესტრადაში არ გადახვიდე, მაგას ხო. აუ მეზიზღება დალევა არა მოდი თამაში მოვშით მოგოთ რომ დავთვერეთ ხო ან მე ხოლმე ერთიც იყოს და მანამდე დიდი პაუზა გავაკეთოთ. ნახე, ჩვენ გვაქვს შიგ დიახ, ჩვენ გვაქვს მომზადებული დისები. 3 სტროფი, ვახოს და მე. მე 7 მაქვს მაგრამ ხო, ანუ გამომრთქელა რომ 2 სტროფი გააკეთეო, 2 გავაკეთე, მე თურმე 7 გავუკეთები ამას, მე მიხავს 3 გააკეთეო, 6 მაქვს. 6 გაქვს ბიჭო, 3-მდე ატო გამაზრდებინე, მაშინ გავზდიდი 6-მდე. აი 1 3 აა 1, აი. დაგაგონა, ეხა დროპებზე იბაზრებს და შენ არ შეგიშვებს. ქეუნე, ბიჭო, 2 სტროფი მითხრა თავი. 2 მაქვს სიმაღლეზე და არ მინდა დეკ. 8 სტრიქონიო ზუსტად, 8 სტრიქონი გამოდის 2 სტროფი. ხო ეგრეა ვახო. ხო. ეს თავგასა არის გდანილის ამოჭრად. შო. გარამოჭა მაგაზე ლაინი მაქვს. რო უეჭველი იტყვი თავგასას. არა, თითოზე მაქვს ბა. ესე დავუჟე, თო პრობლემა არის, ნო. მიდი. ანუ ყურებ, მიდი შენ დაიწყე, შენ ხო დიდი გაქვს. აი, მე დიდი როგორ დიდი არა. იო. ვაკა მიდი იმასკენ. შენ ხარ ისა რა ჩვენ შორის მინდა გამო. ბენი უნდა გაგდისო მოვიფხანო თან გული ჩემი ენა მახვილია როგორც ფრანგული სანამ შენი ტვინი ამ ფანჩება მოკლეს ფრანგული არის მთისხმარი ოღონდ შესავით მოკლე გადაშენდი აქედან მოხიე ძუნძულით შესპორტს მალე დაამშვენეს მელოტების კუნძული ტეტრისის გაგონებაზე ყველას ასამ არარწყიურს. ტეტრისის გაგონებაზე ყველას ახსენდება რაბანა სოლო YouTube კარიერაშიც მაგრა დაგი ბაბანა აი ეგ იყო დისი. ბიჭო, კიდე მაქვს. არა, კაი, მოდი ეგ ხო იყო, იმდენი სტროფირაზე ჩემი თანხმები. მიდი ხო. ხო, მოდი ახლა მე გეტყვი ჩემ სტროფებში რა ვთქვა. 30 ზევით სუქანივალებში ჩაკვდა, ქალი უშბიდანაც არა ნახევს ხესგა დაწვდა, რო შეხედავ ეგრევე წო ბავშვობიდან ნაკლდა, რიყის ბუშტი ვახო იყო, კუჭის ამოჭრისას გასკდა, მაგრამ დაასწა, ყველა საიდუმლო გასცა, გეგონა რომ გაგიბაზრა ვახომ სადღაც გაგცა, კვარადონა სამბავით სოფლიოს შესცა საცა, ბოღმიანი არ არის, მაგრამ ყველასგან დაწვდა. მერემ სტაცა კამი მოიყვანე ბიჭო შოუში, ვახომ ფინალი წააგო მასეყლეების კონკურსში, ხო და დაწერს თავის ხო და დაწერს თავზე სიმაღლეზე მიყვირს, ოუ შიტ, სუქნად მაინც არ მისულარ ჯაჯანიძის შოუში. იო!
გაჯაჯანის შოუში მიყვანა სუქნის სტატუსი და სუკრები მიყარეს და ეს იყო და წუწუნებდა ზე. ოუ რა კაი. ოუ რა კაი. მაგ შოუს მე გადავყდა გადაცემაში ოპერაციის გაკეთებას ხოთ შორის. მიყეს ბუშტი იყო ვახო, მაგრამ მე გასკრა. ეს როგორ იქ შეჭემა. თითო რაუნდი გაქვს თუ არა ეს იყო მაგ. ეს იყო, ხო. არა წავაგე. ეხა უნდა შევაფასო, ანუ ხო რა. ხო. ბიჭო იცი რა ჩემი ხმა, ანუ იცი როგორი რაღაც ქონდა. ჩემი ხმა ბენის ხო. ჩემიც. ხმაიც ვიცი. ბევრად მოგარტყა, ბევრად მოგარტყა. აბა ის არ მაკლია და ხმაო. მე ახლა იცი ბოლო მქონდა ხოლმე მარტო, ანუ ვერ მივხვდი რომ მეორე ხაზიც იჩნა ყოფილიყო დარტყმა რა. რა თქვი დარტყმა თქვენთან რა თქვი? Punchline. Punch-ი რომ უნდა ყოფილიყო მეორე სტრიქონი ვერ მივხვდა, მე მარტო მეოთხე სტრიქონი მქონდა რა. Punch-ი არის მეტაფორასავი. Punch-ი არის მეტაფორასავი და ხუმრობასავი. თა თუ ახსენი აღარ აქვს აზრი რა. მე Punch-ი და უცხორის ტყუითა ვლაპარაკობ, არ ვაღიარებ. კარგი. დარტყმა არის მეტაფორასავი და ხუმრობასავი. თუ ახსენი აღარ აქვს იგივე ეფექტი. მოკლედ მაყურებელს რო ტყის რაღაცას მეგობრებო, ამ კომენტარში თქვა, თუ იქით, ესეთი. მაყურებელს რო ტყის რაღაცას, რომ კომენტარებში ნებისმიერი ქართველი იუთუბერის დისი დაწერეთ, ერთი ან ორი სტროფი, საუკეთესო დისებს წავიკითხავთ შემდეგ გადაცემაში, უბრალოდ ბენი წაიკითხა ცოტანაც უფრო კარგი გამოთქმა აქვს და საუკეთესო სამ ასე ვთქვათ punch-lines რო ქვია, საუკეთესო სამ დის გადაეცემა 12 წელი ფრიქსი. მე მივუტან პირადად სახლში თბილისში თუ ცხოვრობ. სხვათა შორის მიუტანა. კი, რა თქმა უნდა. სხვათა შორის შენ მიუტანა. გამოგეცემა, აი ყურე. ვაი მე გრიპი გამომიშთა? აი ეს გამოგეცემა ისედაც შენ. ვითამ არ ვიცავდი მართლა. არა ეს რაც გამოგეცემა. არა ამას კიდევ აქ ერთსალი კლასიკია მოკრებულია აი პროეს ჭამეთ და. ხო მაგრამ მაგრამ თვალი. წაგვიცდა. კაი მე დავწერ, მაგრამ ჯიპსები არ მომწევთ რო. დაწერ მართლა? არ ვიცი. დაწერ ხო რომელი ვინმე გადეს. შენ საჭოზე იქნები გაბრაზებული. რატომ უნდა ანუ მაგრამ წერალს ვერ რატომ უნდა ვიყო გაბრაზებული? ბიჭო აი საჭოზე. არა კაკადუზე მიუსვანებს რომ შენიდან იყო არ ვიცოდი. ანუ ნახე ტაჰაზე თუ არ ვარ გაბრაზებული საჭოზე რატომ უნდა ვიყო გაბრაზებული? ახლა შენი აზრი მაინტერესებს მაგასთან დაკავშირებით. მე ჩემი აზრი მაქვს. Skype-ი თქვა, რომელიც ყველას გვიდია. ხო? კაი, შენ რა აზრი გაქვს? მიდი თქვი. არა, მიდი თქვი. არა, მე ვერ როყევ ამ სფეროში. Skype-ი თქვა, Battle MC არ ვარო და მე ვარ არტისტიო. იმოქმედა თუ არა საბოლოო განაჩენზე მაგანაც. ანუ იმიტომ რომ ჩემი აზრი ასუხი ვიცოდი უკვე, მაგრამ აი მაგ შეცვალაც ან ნახე რა თემა ანუ მე პირდაპირ გეტყვი, ჩემიც მაგაციან, მაგრამ ანუ არ უნდა თქვა ეგ. არ უნდა თქვა იმ ფინალში როცა. ვიტყვი ახლა მეც Sky-თან მაქვს ახლო ურთიერთობა. ის რაღაც დაძაბულობაც რაც იყო, ის არ იყო პირადული. მე ვიცი რომ პირადული არ იყო, მე ყველგან თქვი რომ მეთქი არა. რაღაც ემოციების ფონზე მოხდა რაღაც. ხო, აფექტი იყო უფრო ვიდრე ვინც მდგარა ბეთლზე გამიგებს რა. და ვინც იცის როგორ ხარ როდესაც ან ნახე მაგით რა სიძახი ჩემი აზრით, როცა იძახი რომ ბეთლემსი არ ვარ, მაშინ შემთხვევით ხარ ჩემოძმაო ფინალში. ან არის გეტყვი. ან არის თავდაცვის რეჟიმი. ხო. ან შეიძლება. ანუ ეგ რო იყოს უფრო გამართლებულია. თავდაცვის რეჟიმი, ანუ უფრო გამართლებულია, რომ ხო, ნუ ოკეი, თავს იცავ. ჩემზე თავ დაიჭო. შესაძლებელია. ანუ უყურე გეტყვით ეს დროს. ხასო თვალი. კაი რო ყოფილიყო ძალიან კარგი მომზადებული, მე მგონი რომ მაგ ფრაზას არ ტყდა. შეიძლება. ანუ მე მაქვს ჩემი არ დავასახელებ ვინ, მაგრამ ჩემი ძმაკაცი ადამიანისგან ესეთი რამე. ემინენი. ჩემი ძმა ადამიანისგან ესეთი რამე მოსმენილი, რომ მაგ ბეთლში ერთმანეთს დაუპირისპირდა ფლექსი და ბეთლი. და მოიგო ბეთლმა. ოკეი, ანუ ლოგიკურია სხვა შორის. და მე მაგ მოსაზრებას ძალიან გავყევი და ეგრეა მართლა რა, დაუფიქრდი და ეგრე იყო. აი, ფლექსი რო ახსენე უკვე მე ვიცი, ვის თქვა ეგ. ჩემი აზრით, მე ვიცი უკვე ვის თქვა ეგ. ანუ, პროსტა როგორ მივხვდი ისი, როგორ შეიძლება და შეიძლება. იო. შენ და გამოიღო ბატონებენი ახლა სხვა შორის. ბიჭო, ყურე ფლექსზე გამახსენდა. ეხლა პროსტა არ ვიცი, თორე მე ამოსაჭრელი იქნება. არა, ყურე რა კითხო მაგ მე ზოგადად ამ სფეროში ვერ ვიყავი.
არ ვარ მსმენი, წეგან თქვი რომ ტაჰა არის ყოველდღე საუკეთესო, იმიტომ რომ არავინ რომ მომისმენია, გამსწორება მივხვდი რომ კარგია, ანუ შენებაც რო უყურე მივხვდი რომ მაგარი ხარ, ანუ უყურე მე ვხვდები ვინ არის მაგარი, ვინ არის საუკეთესო, ვინ მის აჯობა, მაგრამ არ ვუსმენ რა. ხვდები რას ვამბობ? უყურე მე ვიცი რომ ლივერპულის საუკეთესო გუნდი იყო შანშან პრემიერ ლიგაში ვიცი, თამაშთაზე შედეგითაც, მაგრამ არ ვუყურებ. ხვდები რას ვამბობ? რაღაცები ვიცი რომ საუკეთესო, მაგრამ არ ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. მაგრამ ბეთლი მაქო ნანახიო ტაჰაო ლივერპულიო ტაჰაო ლივერპულიო მაგარი ტაჰა მითამაშეს ლივერპულში სხვა რამეს ვამბობ მამა ფლექსი ამიხსენით რატო არის ძალიან მაგარი მე ვერ ხვდები არ მამა ფლექსთან უსმენ მომისმენია და ვერ ხვდები რატო გევასებათ ეგრე მამა ფლექსი არის ჯერ შენ აი პროსტა არ ჯერ იმან თქო და მე შეაფასე აბათქი ხო ეგრე გიშვებიან შენ ლეპარები მე გული მერევა შენზე ეგ იგულეს მე სხვა რამე იგულეს მამა ფლექსი არის დღევანდელი დღის დრეიკი არა რატო გეტყვი ყველა სულ ნოუნეიმი იყო არტისტებს ძალიან ბევრს აძლევს შანსს რომ მისეს ფიტი პროსტა თუ ევასება რა და რაღაცები ყოველთვის არის ტრენდში იმიტომ რომ ყოველთვის ტრენდთან ახლოს აკეთებს მუსიკას შენ დებილი აზრი გასაგები აბა შენ ობიექტურად ზღვაი ბიჭო ახლა მე ყველაზე ნაკლებად უნდა ვაქებდი აქ მამა ყველაზე ნაკლებად მე უნდა ვაქებდი აქ გავიგე თქვენი დებილი აზრი რომელიც სისულელია ახლა თქვენი ობიექტურად ზღვაი მამა ფლექსი მოკლედ ჩემი დიდი სიმპათიის მიუხედავად სუბიექტურად ზოგადად ძალიან მევასება რა ხო რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი რომ ახლა არ მაგარია მაგრამ აი შედეგების მხრივ ახლა რა ვთქვა რომ მეთქი არ აქვს კარგი შედეგები ანუ კი ეგრევე დაგიწერო რომ შენ ვინ ჩემპეხები ხარ ძმა არა მაგის შეში არ მაქვს ხო ანუ ნახე თემა არის ის რომ ძალიან დიდი სიმპათია მაქვს როგორც არტისტის მიმართ პირველად არ ვიცნობ უბრალოდ ჩემი აზრით არ არის რეპერი მაგრამ მე ანუ მეც ეგრე ვთვლი თავს რომ ანუ მე მოკლედ ესე ვიტყვი რა ვისაც უნდა არის ხა შენც არ თქვა ახლა არტისტი ვარ მე არა მე არ ვარ ანუ როგორ ვიტყვი მე ვარ ძალიან მე არ ვარ რეპერი მე შემიძლია ვიყო რეპერი მე შემიძლია ვიყო არტისტი მე შემიძლია ვიყო მსახიობი ანუ ვიშო სუპერმებო ვარ არა ვიცი რასაც გულისხმობ ვიცი ანუ ყველასფერო შემიძლია მოვერგოო რა არა ყველასფეროს არ შემიძლია მოვერგო ბიჭო შენ ეს ნუ მეუბნებ ჩვენ რაც მომწონს იმას რა ნახე ჩემი აზრით ყველა რეპერი ანუ ყველა დიდი ყველა რეპერი დიდ მასშტაბებზე გასული ეგრეა რა რატო არის შენი აზრით რავი Ice Cube რატო აწება სამსახიობო კარიერასაც იმიტომ რომ კაი მაყუთი შოე ანუ ყველა არა ეგეც რა თქმა უნდა მაგრამ Ice Cube ხორელოდ არის ყველადურს ერთ-ერთი საუკეთესო რეპერი მართლა ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეპერია ყოველთვის. ძალიან მაგარია ბიჭო. ძალიან. კი. ხო, ბიჭო, underrated, საქართველოში ხო underrated არის Ice Cube რეალურად. არა, რასიძახი. აი ხა მე დიდად არა Ice Cube-ზე არ გვიждები, მაგრამ ეხლა აი ჩემო უბნომა გელამაზის Ice Cube. აი მაგას ვაზრობდი რომ მამა ფლექსიც ეგრეა ჩემი აზრით რა. ანუ ჩემი აზრით უბრალოდ ადამიანმა დაიწყო ღადაობით და აი მაგ ღადაობიდან სადღაც ერთ თვეში შეკრიბა იმ ხელა community და crowd-ი რომ მოუწია რომ ყოფილიყო რეპერი. ამას იმიტომ კი არ ვიძახი რომ ეგ ცუდია. არა ძალიან. თორე შეიძლება web developer-ია, ხო? ძმა თავის და ასა. ანუ ხო რა მეც ვეღარაფერს ვეღარ დავაყენე. მე მამა ფლექსი დავით გოგიჩაშვილი და ეგ ტიპები მევასებიან, აი არაფერს შეფუშულობენ. აი ვიღაცებს ვაგოიმებენ. არა, ფლექსი ნიჭერია მაგრამ ყველაზე დიდი ნიჭია ის რომ არაფერში იშავა ფული. აუ როგორ ყველაზე დიდი ნიჭია. ვინმე თუ მეტყვა რომ გშურსო აი ეგეთი ტიპების რომ აი არაფერში ფულს შოვებენ, ეგეთი ტიპის რომ პატივს ვცემ. სინამდვილეში ეგ არ გამოდის არაფერი. ხო. არაფერში რომ ფულს შოულობ, ესე იგი ძალიან ბევრი ამას აკეთებ. ხო, თვითონ ნიჭიერები არიან. ანუ არაფერში ფულს შოულობს იმას ესე ვინც ყველაზე მეჭრომობს. ან ძალიან ნიჭიერია ესე იგი ტიპი რა. მოდი ახლა მე ვიტყვი. აი ბოდიში ნიჭიერი არა, უფრო ჩემი აზრით რაღაც ფარგლებში არ ჯდება რა. ანუ ყველაფერი არ მოდის ნიჭიდან, ყველაფერი მოდის აქედან. რამდენად გახსნილია შენი აზროვნება. ოკეი. მაქედან მოდის ჩემი აზრით მაგ ადამიანის კარიერაცაც ძალიან გახსნილი აზროვნება აქვს რა. მოდი ახლა მე ვიტყვი. გაგიმარჯოს მე მიდით ხიზმა. მაგრამ გაინტერესებს ყველა შენი აზრი მიდება?
ბოლო არის, ბოლო ჭიქა არის, უკვე ვამთავრებთ გადაცემას და არის ბოლო დალევის ჭიქა. დაასახელეთ რომელიმე ფერი. 1 2 3 ნარინჯისფერი. ნარინჯისფერია. აი, ყველა ვსვავთ, იმიტომ რომ ბოლო არის და ყველა აუცდით. გამოიწერეთ მეგობრებო ჩვენი არხი, კაცნახევარი, გამოვყევით Instagram-ზე ყველაფერი საერთოდ რაც კი საჭირო არის აღწერაში, ჩვენი Instagram-ი, ჩვენი სოციალური ქსელები, ჩვენი TikTok-ი, ჩვენი ესა, ჩვენი აი, ისა. მაგერ გამიწოდა შენთან საუბარი. და აუ. მადლობა. გარემო ძალიან მომეწონა მართლა. ბჭო ლაგოდე ხელი რო თან ლელიანი რო ხომ მაგერ გამიწოდა. ახაც მაგრამ კიდია, მაგრამ შენი მაგარი ძმა. მადლობა კამი რო იყავი სტუმარი, ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო სტუმარი იყავი. ხა დავიწყე. ძალიან დიდი მადლობა და უგულშემატკივრებთ კამის როგორც თქვა, ძალიან მალე დადებს ტრეკს. და სხვა შორის შეგახსენებთ რომ კომენტარებში უნდა დაწეროთ დისები. საუკეთესო დისებს წავეკითხოთ ჩვენთან გადაცემაში, რომ ბენიძე აკითხავს, უფრო სწორად თქვი ძალიან სწრაფად. უფრო სწორად ბენიძე. რამე შეიძლება მეც დავწერო. ძალიან ჩიფსებრი მოიგო. საუკეთესო 3 დისს წავეკითხავთ და გადაცემა 12 მეტრიქსი, რომელსაც მე მივუტან ჩემი მანქანით, მამა შემიჯდება. დიახ. საჭეზე და მივუტან მესაჟი. დიახ, გამოიწერეთ არხი და მადლობა, აბა. ჩვენს გამოუწერეს გამოუჭერს, რომელიც ძალიან მიყვარს. გაუმოწ. ოპ, აუ.